შუამავალი სულეიმანი. Სვირფას ყურანში მოცემული შუამავლებიდან ერთ-ერთი სულეიმანია. ის შუამავალ დაუდის შვილი გახდათ. კეთილშობილი შუამავლის სახელი სულეიმანი ყურანში 16-ჯერ არის მოხსენებული. ებრაული და ქრისტიანული წყაროების მიხედვით ის მამის მსგავსად მხოლოდ ხელმწიფე, ქვეყნის ბრძენი მმართველი იყო, შუამავალი კი არ ყოფილა. მას რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ: იედიდა, შელომო და სოლომონი. სოლომონ მეფეს, როგორც ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მესამე ხელმწიფედ აღწერენ. ისლამის წყაროების თანახმად სიტყვა სულეიმანის ფუძე არაბული ენიდან არის და მისი მნიშვნელობაა ჯანმრთელობა, კეთილდღეობა. ასევე არის ისლამურ წყაროებში ამ სახელის განსხვავებული მნიშვნელობა გადმოცემული. სიტყვები სულეიმანი, სელა, სელამეთ, მშვიდობასთან, სიმშვიდესა და კეთილდღეობასთან ასოცირდება. ამ სიტყვებს შუამავალ სულეიმანს ასე უკავშირებენ. მტრები შუამავალ სულეიმანს უბრძოლველად ჩაბარდნენ და მანაც მათ მიმართ ნდობა გამოეჩინა. ამრიგად ეს სახელი მას ამის გამო მიეკუთვნა. მამის გარდაცვალების შემდეგ 13 წლის ასაკში სულეიმანი ტახტზე ავიდა. შემდეგ მას შუამავლური მისია მიენიჭა. მისი სამეფო იერუსალიმში იყო. მესჯიდი აქსა 7 წლის განმავლობაში ააგო. შუამავალ სულეიმანს როგორც შუამავლური საოცრება უზენაესი ალლაჰისგან ჩიტების ლაპარაკის გაგება ებოძა. ასევე მისი ბრძანებლობა ჩინებსა და ქარზეც ვრცელდებოდა. ყურანში ბრძანებს და დაუმორჩილეთ სულეიმანს ქარი, დილით წასვლა მისი ერთი თვე და საღამოს უკან მოსვლა ერთი თვე იყო. და მისთვის სპილენძი წყალოსავით ვადინეთ და ჯინებს შორის იყვნენ ისეთნიც, ვინც მუშაობდა მის თვალწინ, ნებით აღმერთისათვისა და ვინც ჩვენს ბრძანებას გადაუხმებს, ვაგებებთ მას ცეცხლის სასჯელს. შუამავალ სულეიმანს უზენაესმა ალლაჰმა ქარი დაუმორჩილა. საოცრებად მიიჩნეოდა, რომ მისი მეშვეობით ერთი თვის სავალ გზას ლაშქართან ერთად შუა დღემდე ფარავდა და საღამოს უკან ბრუნდებოდა. შუამავალ სულეიმანს დამორჩილებული ჯინები მის ბრძანებებს ასრულებდნენ. ისინი აშენებდნენ და აწყობდნენ სახლებს, მაღალდამცავ შენობებს, ციხესიმაგრეებს, სამლოცველოებს, აუზებს და ასე შემდეგ. სულეიმან შუამავალს წყალში ყვინთავი ჯინებიც ჰყავდა. მათი საშუალებით მას წყლის ქვეშ არსებული ვითარებების შესახებაც კი ინფორმაცია ჰქონდა. მიწის წიაღიდან თავის ხელქვეითებს მარმარილოს, მინას, ლითონს, სპილენძს და სხვა მადანს მოაპოვებინებდა. შემდეგ კი მათგან უამრავი სახის ნივთებსა და ჭურჭელს აკეთებდა. კეთილშობილი სულეიმანი ძვირფას ყურანში, ყურანის განმარტებებში, ჰადისებში, ისტორიულ და შუამავლების ცხოვრების გადმომცემ წიგნებში მმართველი შუამავლის სტატუსით არის მოხსენებული. ზემოთ მოხსენებულ წიგნებში მისი თვისებები ვრცლად არის ახსნილი. შუამავალ დაუდის შვილი, კეთილშობილი სულეიმანი, როგორც მამის მემკვიდრე, ყველასგან აღმატებული, მადლიერი, ღვთისმოსავი, სამართლიანი და მჭერმეტყველი იყო. თავისი ცოდნისა და გამჭრიახი უნარის საშუალებით მას ადვილად შეეძლო ყველა სახის პრობლემის მოგვარება. მას ჯერ კიდევ ასაკით პატარას შეეძლო სამართლიანი განაჩენი გამოეტანა მომჩივანთათვის. ჯერ კიდევ შუამავალ დაუდის მმართველობის დროს მან საოცარი განაჩენები გამოიტანა. ამის დასტურია სურა ენბიას 77 აეთი, სადაც უზენაესი ალლაჰი ბრძანებს და გაიხსენე დაუდი და სულეიმანი. აკი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ ყანის თაობაზე, როცა ღამით შეიწყდა მასში სხვისი წყლის ფარა და ჩვენ ვიყავით მოწმენი მათი სამსჯავროსი. აბდულაჰ ბინ მესუდის გადმოცემის თანახმად სხვის ფარა ვენახში შეიჭრა და გაანადგურა. ვენახის მეპატრონე შუამავალ დაუდთან მივიდა და ამ საკითხის განსჯა სთხოვა. შუამავალმა დაუდმა ცხრების მეპატრონეს ვენახის მეპატრონებზე ცხრების გადაცემა დააკისრა, მაგრამ შუამავალმა სულეიმანმა შუამავალ დაუდს ეს განაჩენი დაუწუნა და უთხრა: სჯობს ვენახის პატრონს ცხვარი გადავსცეთ და ცხვრის პატრონს ვენახი. სანამ იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანს ვენახს, როგორც იყო, მანამდე ისარგებლოს ვენახის პატრონმა საქონლის ნამატითონ, რძით, ყველით, ბატკნით და ასე შემდეგ. შუამავალ დაუდს თავის გადაწყვეტილებაზე მეტად შვილის მოსაზრება მოეწონა და განაჩენადაც ის გამოიტანა, რაც კეთილშობილმა სულეიმანმა ურჩია. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, სანამ შუამავალი სულეიმანი ტახტზე ავიდო და მანამდე უზენაესმა ალლაჰმა მას შუამავალ დაუდის მეშვეობით რამდენიმე კითხვითი გამოსვლა ჩაუტარა
რაც მან წარმატებით ჩააბარა. შრომოვალი სულეიმანი სულ რაღაც 13 წლის იქნებოდა, როდესაც მმართველის ტახტზე ავიდა. ისლამის წყალოების მიხედვით სირიიდან ირანამდე გადაჭიმულ ტერიტორიებს და თითქმის მთელ ქვეყანას 4 მმართველი განაგებდა. მათგან 2 მორწმუნე სულეიმანი და სულყარნეინი, ხოლო 2 ურწმუნო ნემრუდი და ბუჰტუნ ნასრი იყო. შრომოვალი სულეიმანი თუ გაიგებდა სადმე უზანაესი ალლაჰის მაგივრად სხვა რამეს ცემდნენ ადამიანები თაყვანს, მაშინვე მათგან გაემართებოდა, რათა მისი შრომავული მისია შეასრულებინა და თუ ვინმე წინააღმდეგობის გაწევაში ეცდებოდა, მაშინ მათ თავისი რაზმის მეშვეობით დაიმორჩილებდა. ამის ერთ-ერთი მაგალითია მზის თაყვანისმცემელი საბას ტომი. ისლამის სწავლულთა თანახმად საბას ტომი იემენში ბინადრობდა. ძვირფასი ყურანის მიხედვით ამ ტომის მმართველი დედოფალი ბელიქისი იყო. ეს ტომი უზენაესი ალლაჰისა ნაცვლად მზეს ეთაყვანებოდა. შრომოვალმა სულეიმანმა შეკრიბა თავისი რაზმი, რომელიც ადამიანებისგან, ჯინებისა და ფრინველებისგან შედგებოდა. მას სურდა საბას ტომისთვის ჭეშმარიტი რწმენისკენ მოეწოდებინა და თუ ისინი ახალ რწმენას არ მიიღებდნენ, მათ წინააღმდეგ გაელაშქრა. შრომოვალი ჯართან ერთად უდაბნოში გაჩერდა და ფრინველები წყლის საპოვნელად გაუშვა. მალე ფრინველთაგან ყველა დაბრუნდა, გარდა ოფოფისა. ამაზე ის გაბრდა და ოფოფის მიმართ მუქარად წარმოთქვა. თუ ოფოფი ცხად ახსნას არ გაუკეთებდა, თუ რატომ არ დაბრუნდა ფრინველებთან ერთად, ის მას დასჭირდა ან დაკლავდა. ცოტა ხნის შემდეგ ოფოფი გამოჩნდა. მან შრომოვალ სულეიმანს მოახსნა, რომ ნახა საბას ტომი და მათი მმართველი დედოფალი, რომლებიც ალლაჰის სანაცვლოდ მზეს ეთაყვანებოდნენ. ასევე ამცნო ოფოფმა თუ რაოდენ დიდებული ტახტი ჰქონდა საბას ტომის ბრძანებელ ბელიქის. ეს მდგომარეობა ყურანში ასეა ნახსენები. ნახე, რომ ის და მისი ხალხი მზეს ეთაყვანებიან, მაგიარ ალლაჰისა. ეშმაკმა მოაჩვენა მათ მათი საქმენი შელამაზებული და გზიდან ააცდინა და არ ადგანან ისინი სწორ გზას. ოფოფის მოხსენების შემდეგ შრომოვალმა სულეიმანმა წერილი დაწერა და დედოფალთან გააბარა. წერილის წაკითხვის შემდეგ დედოფალმა ოხუცესები შეკრიბა და რჩევა გარიგება სთხოვა. მათ ურჩიეს, რომ საკმაოდ ძლიერები იყვნენ და შეეძლოთ მათკენ წამოსულ ჯარს დახვედროდნენ. დიდი ბჭობის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც დედოფალს უნდა მიეღო. დედოფლის აზრით, გამარჯვების შემთხვევაშიც კი მას დიდი დანაკლისი ექნებოდა. ამიტომ მან გადაწყვიტა შრომოვალ სულეიმანისთვის წვენი გაეგზავნა. წვენის მიტანას ძვირფასი ყურანი ასე გადმოგვცემს. როცა ისინი მიუახლოვდნენ სულეიმანს, მან უთხრა: ნუ თუ შემეძიეთ თქვენი ქონებით. ის რაც ალლაჰმა მიბოძა, უმჯობესია მასზე, რაც მან თქვენ გიბოძათ. არამც და არამც ეს თქვენ ხარობთ იმგვარი წვენით, რომელიც მოგვართვით. შრომოვალმა სულეიმანმა ისინი უკან გააბრუნა და მათი წვენიც თან გააყოლა. ასევე დედოფალს შეუთვალა, რომ მივიდოდა ჯარით, რომელსაც წინ ვერავინ აღუდგებოდა. ელჩების უკან დაბრუნების შემდეგ დედოფალმა კვლავ შეკრიბა ოხუცესები და სულეიმანს შრომავლის მონახულება გადაწყვიტა. შრომოვალმა სულეიმანმა შეიტყო დედოფალი უნდა ხლებოდა და მისი ტახტის მასთან მიტანა ისურვა. სანამ დედოფალი ეახლებოდა, შრომოვალ სულეიმანს დედოფლის ტახტი მიჰგვარეს, რომელიც ცოტათი გადააკეთებინა, რომ დედოფალს პირველივე დანახვაზე თავისი ტახტი არ ეცნო. შრომოვალ სულეიმანის სასახლის ხილვით დედოფალი განსვირფებლული დარჩა. სასახლის შესასვლელი დარბაზის იატაკი ისე იყო გაკეთებული, თითქოს იატაკის ნაცვლად წყლის აუზი იყო გასავლელი, რომელიც გავლასაც დასველების გარეშე ვერ მოახერხებდა. უთხრეს მას, დედოფალს, შედი სასახლეში. დანახვისას წყლის გუბედ მოეჩვენა დედოფალს იგი და კალთები მოხლებამდე აიწია. უთხრა სულეიმანმა: ეს ბროლის სასახლეა. თქვა ღმერთო ჩემო, უეჭველად უსამართლო ვიყავი ჩემი თავის წინაშე. სულეიმანთან ერთად მორჩია ალლას, სამყაროთა ღმერთს. მერე კი დედოფალ ბელიქის თავისი ტახტი აჩვენა, რომელიც თავდაპირველად ვერ იცნოდა მისი ტახტის მსგავსი ეგონა. ამ ყველაფრის მნახველმა დედოფალმა ბელიქისმა შრომოვალ სულეიმანის ირწმუნა და უზენაესი ალლაჰის მონამორჩილი გახდა. დავფიცავ ჩვენ გამოვცადეთ სულეიმანი და დავაგდეთ თავის ტახტზე გვამი, მერე მოინანია. არაბული ენის თანახმად ამ წანადადებაში მოცემული გვამის მნიშვნელობა შეიძლება გულისხმობდეს თვით შრომოვალ სულეიმანის გვამს ან მის ტახტზე დაგდებულ სხვის გვამს.
აიათის მიხედვით შუამავალ სულეიმანს ალლაჰის წინაშე გამოცდა ჩაუტარდა. ყურანის განმარტებებში ისლამის სწავლულებმა სხვადასხვანაირი განმარტებები გააკეთეს. მათ მიერ გაკეთებული განმარტებების უმეტესი ნაწილი ებრაულ წყაროებზეა დამოკიდებული. ყველაზე სამი გადმოცემები კი ამგვარია. შუამავალ სულეიმანს ხეიბარის შვილი შესწენია, რომლის მოკვლაც ეშმაკებს განუზრახავთ და რომ არ განეხორციელებინათ მათ თავიანთი ზრახველი, უზენაესმა ალლაჰმა ღრუბლის ცადა მათი იქავრობას მოცილება და ხეიბარი ბავშვი ვამად დაუგდო ტახტზე. განსხვავებული გადმოცემის თანახმად ის თვითონ გახდა ისე შეუძლოდ, რომ ტახტზე გვამის მსგავსად ეგდო. ხოლო მესამე გადმოცემის თანახმად შუამავალმა სულეიმანმა ღმერთის გზაზე ბებრძოლის შვილების ყოლა განიზრახა, რის შემდეგაც ცოლებთან თანაცხოვრება დაიწყო, მაგრამ მას სიტყვა ინშალლაჰ, ალლაჰის ნებით წარმოთქმა დაავიწყდა. ამის გამო მას ხეიბარის შვილი შეეძინა. ამგვარად მას მოლოდინი არ შეუსრულდა. აიათებში არის ახსნილი თუ რაოდენ უყვარდა შუამავალ სულეიმანს ცხენები. ერთ მშვენიერ დღეს მან დიდი დრო გაატარა ცხენებთან, მათ ყელსა და მუხლებზე ეთერებოდა, რამაც უზენაესი ალლაჰის ქებადიდების ხსენება დაავიწყებინა. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ეს იყო შუამავალ სულეიმანის გამოცდა, რის გამოც მან უზენაესი ალლაჰისგან პატიება და შენობა ითხოვა. უზენაეს გამჩენზე ლოცვის აღვლენის ნაცვლად ის ქონების სიყვარულმა გაიტაცა. ამ სურას 35 აიათში შუამავალი სულეიმანი ალლაჰს წყალობასა და მართლობას ევედრება. შეევედრა, ღმერთო ჩემო, მომიტევე მე და მიბოძე მეუფება ისეთი, რომელსაც ვერავინ მიაღწევს ჩემ შემდგომ. უეჭველად შენ ხარ მომმატლებელი, მომნიჭებელი. უზენაესმა ალლაჰმა მას ისეთი მართლობა არ უნდა, რომ არც მანამდე და არც დღემდე მსგავსი არავის ჰქონია. შუამავალმა სულეიმანმა 40 წელი დაჰყო მეფედ და 53 ან 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩვენს წელთა რიცხვამდე 926 ან 976 წელს. ებრაული წყაროების თანახმად კეთილშობილი სულეიმანის სიკვდილის წინ კერტაყვანისცემელი გახდა, რასაც ისლამი ეწიდა ამდეგება. ის ისე გარდაიცვალა, ჯინებმაც კი ვერ გაიგეს მისი სიკვდილი. შუამავალი სულეიმანი ფეხზე მდგომი და კვერთხზე დაყრდნობილი აღესრულა. ჯინებმა მისი სიკვდილი მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც ჭიამ კვერთხი გააღრღნა, ის გადყდა და გარდაცვლილი შუამავალი ძირს დავარდა. ეს მოვლენა ძვირფასი ყურანის სურა ნებეს მე-14 აიათში აღწერილი. და ბოლოს არის გადმოცემული შუამავალ სულეიმანის ბეჭდის შესახებ, რომელიც თითქოს ჯებრაილ ანგელოზმა მას სამოთხიდან მოუტანა და რომლის მეშვეობითაც თავის სამფლობელოს მართავდა. ასევე ამ ბეჭდის შესახებ ბევრი რამეა დაწერილი, მაგრამ ყურანსა და შუამავალის ჰადისებში ამ ბეჭდის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ამის თაობაზე სამბოწყარო არ მოგვეპოვება, ამიტომ ამასთან დაკავშირებით არაფერს ვწერთ. შუამავალ სულეიმანის სახელთან არის დაკავშირებული სურა ბაყარას 102 აიათი, რომელიც გრძნეულების შესახებ მოგვითხრობს და საკმაოდ ვრცელი თემაა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამის თაობაზე შემდეგ ესაუბროთ.